მოგესალმებით კოლეგებო. მოდით გულწრფელები ვიყოთ. რამდენჯერ გქონიათ მომენტი, როცა მთელი ღამე ამზადებდით გაკვეთილს, კლასში შეხვედით და არ იმუშავა. ბავშვები გათიშულები არიან. ვიღაც უკანა მერხზე ტელეფონს მალავს, ვიღაც კი უბრალოდ რვეულის გადაშლაზეც უარს ამბობს. ადრე მეკუნა, რომ რაღაცას მე ვაკეთებდი არასწორად. მერე კი მივხვდი, რომ უნივერსიტეტში ნასწავლი თეორიები 45 წუთიან ომში პირდაპირ არ გადმოიტანება. მათ გადათარგმნას სჭირდება. დღეს მინდა გაგიზიაროთ 3 მძლავრი თეორია და კონკრეტული აქტივობები, რომლებიც ჩემი პრაქტიკიდან ამოვყრიფე და რომლებმაც ბევრჯერ გადამარჩინა. არანაირი მშრალი ლექცია, მხოლოდ ის, რისი გამოყენებაც ხვალვე შეგიძლიათ კლასში. ვიგოცკი გვეუბნება, რომ მოსწავლე თავად უნდა აშენებდეს ცოდნას. პრაქტიკაში ჩემთვის ეს ნიშნავს ერთ რამეს. ვინც ყველაზე მეტს საუბრობს და მოქმედებს კლასში, ის სწავლობს ყველაზე მეკს. ხშირად ეს ჩვენ მასწავლებლები ვართ და ამიტომაც გავდივართ კლასიდან გამოფიტულები. აი 3 ტექნიკა, როგორ გადავიტანოთ ტვირთი ბავშვებზე. კითხვების ფორმულირების ტექნიკა. ნაცვლად იმისა, რომ თემაზე კითხვები დავუსვა, ვაძლევ ერთ პროვოკაციულ სურათს ან ფრაზას და ვეუბნები. გაქვთ 3 წუთი. დაწერეთ, რაც შეიძლება მეტი კითხვა ამაზე. ისინი თავად სახავენ მიზანს. კითხვების დასმა ბევრად მეტ ფიქრს მოითხოვს, ვიდრე მზა პასუხის გაცემა. ურთიერთსწავლება. ურთულესი ტექსტების დროს კლასს ვყოფ 4 კაციან ჯგუფებად და ვურიგებ როლებს. პირველი შემაჯამებელი, მეორე კითხვის დამსველი, მესამე განმარტებელი, მეოთხე წინასწარმეტყველი, ვინც ვარაუდობს რა მოხდება შემდეგ. ბავშვები ერთმანეთს ასწავლიან. მე კი უბრალოდ ოთახში დავდივარ და ვაკვირდები. გალერეაში გასიერნება საიდუმლო კრიტიკოსებით. როცა დავალებას ასრულებენ, მერხებზე ტოვებენ. მერე კლასი დგება და როგორც მუზეუმში, ისე ათვალიერებს სხვის ნამუშევრებს. აქვთ ფერადი სტიკერები და კონკრეტული წესი. უნდა მიაკრან ერთი პოზიტიური კომენტარი და ერთი განმავითარებელი კითხვა. ეს თეორია ნამდვილი აღმოჩენა იყო. სველერი ამბობს, რომ ადამიანის ოპერატიული მეხსიერება ძალიან პატარაა. თუ ბევრ ახალ რამეს ერთდროულად მივაწვდით, ტვინი იწვება და მოსწავლეები გაკვეთილიდან ითიშებიან. რა შევცვალე ამის გაგების შემდეგ? გონების დაცლა. ახალი რთული თემის დაწყებამდე ვაძლევ ცარიელ ფურცელს და 2 წუთს. დაწერეთ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ სიტყვაზე გახსენდებათ. ეს ეხმარება ტვინს ქეშის გასუფთავებასა და ფოკუსირებაში. ჩამქრალი დახმარება. როცა ახალ და რთულ მასალას ვხსნით, მაგალითად ისტორიაში, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, პირველ ისტორიულ მოვლენას სრულად ვშლი და ვუწერ ანალიზ დაფაზე მე. მეორე მოვლენის დროს მიზეზებს მევკარნახობ, მაგრამ შედეგები და დასკვნა მათ უნდა დაასრულონ. მესამეზე კი უკვე სრულად დამოუკიდებლად მუშაობენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ფრთხილად ვაშორებ ჩემს დამხმარე ხარაჯოს. ერთი წინადადების წესი. ჩემი ახსნის შემდეგ ვთხოვ, გაქვთ 1 წუთი. ის, რაც ახლა ვისაუბრეთ, დაატიეთ ზუსტად ერთ მოკლე წინადადებაში. ვინც ამას ახერხებს, ესე იგი მართლა გაიგო მთავარი არსი და ინფორმაცია ზედმეტი ხმაურისაგან გაფილტრა. ეს არის ჩემი საყვარელი თეორია мотиваციაზე. ის ამბობს, რომ მოსწავლეს 3 რამ სჭირდება, რომ სწავლა მოუნდეს. ავტონომია, არჩევანი, კომპეტენცია, განცდა რომ გამოსდის და კუთვნილება, რომ ვიღაცას მისი შრომა სჭირდება. როგორ ვიყენებ ამას, როცა ბავშვი ამბობს, რომ არ აინტერესებს? არჩევანის მატრიცა ავტონომიისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ყველას ერთი დავალება მივცე, დაფაზე ვხატავ 6 უჯრას. მაგალითად, პირველი, დაწერე ესე, მეორე, დახატე კომიქსი ამ თემაზე, მესამე, ჩაწერე 1 წუთიანი პოდკასტი. აირჩიეთ ნებისმიერი 2. როგორც კი არჩევანის უფლებას აძლევ, პროტესტი ქრება. ქულების აგროვება კომპეტენციისთვის. შეფასების ფსიქოლოგია სრულიად ამოვადრიალე. ჩვეულებრივ ბავშვი გაკვეთილს იწყებს უხილავი 10 ქულით და ყოველ შეცდომაზე ქულა აკლდება, რაც სტრესულია და ხელს უშლის კომპეტენციის განცდას. მე პირიქით ვაკეთებ. ყველა იწყებს 0 ქულით. ნებისმიერი აქტივობა, სწორი პასუხი, ჩართულობა თუ კარგი მცდელობა ქულებს უმატებს. შეცდომა აქ სასჯელი კი არა, უბრალოდ ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე მეც ააგროვებს. ფსიქოლოგიურად ეს ბევრად მარტივი, პოზიტიური და აზარტულია. რეალური აუდიტორია კუთვნილებისთვის. დავალებას, რომელსაც მხოლოდ მასწავლებელი კითხულობს, ნიშნის დასაწერად, ბავშვი ხალისით არ აკეთებს, მაგრამ ნებისმიერ საგანში, იქნება ეს ისტორია, ბიოლოგია, ენები თუ მათემატიკა. თუ ვეტყვით, მოდით ეს მასალა ისე ავაწყოთ,
კომიქსად, თალსაჩინოებად თუ გზამკვლევად, რომ დაბალი კლასის მოსწავლეებს ავუხსნათ ეს თემა. ყველაფერი იცვლება. როცა ბავშვს უჩნდება რეალური მსმენელი და ხედავს, რომ მისი ნამუშევარი სხვას სჭირდება, მოტივაციის ძრავა ავტომატურად ირთვება. ბოლოს კი მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ სტერეოტიპს, რომელსაც საზოგადოებისგან ხშირად ვისმენთ. თუ გაკვეთილზე მოსწავლე მოწყენილია ან სძინავს, ეს მხოლოდ მასწავლებლის ბრალია, რადგან მან ვერ შეძლო მისი დაინტერესება. მოდით, აკადემიური სიმშვიდით და პირდაპირ ვთქვათ, ეს არის უდიდესი უსამართლობა ჩვენი პროფესიის მიმართ. ჩვენ ვასწავლით თაობას, რომელიც ინფორმაციული გადატვირთვის ეპოქაში იზრდება. თანამედროვე მოზარდი დილიდან საღამომდე უზარმაზარ სტიმულებსა და ციფრულ ნაკადებს ამუშავებს. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შეუძლებელია, რომ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში კვირაში 5 დღე მუდმივ სასწავლო ტონუსში და უმაღლეს სამოტივაციო ნიშნულზე იმყოფებოდეს. ამიტომ თვალი გავუსწოროთ რეალობას. ყველაზე იდეალურად დაგეგმილი, ინოვაციური და საინტერესო გაკვეთილიც რომ ჩაატაროთ, კლასში მაინც აუცილებლად აღმოჩნდებიან მოსწავლეები, რომლებსაც იმ კონკრეტულ მომენტში აღარ აქვთ ენერგია, რომ პროცესში ჩაერთონ. მოსწავლის დაღლილობა, ყურადღების გაფანტვა ან პასიურობა ყოველთვის თქვენი პედაგოგიური მარცხი არ არის. ეს უბრალოდ ადამიანური, ფიზიოლოგიური რეალობაა. სწორედ ამიტომ არ არსებობს განათლებაში მზა რეცეპტები. საგაკვეთილო პროცესი ცოცხალი, დინამიური და ხშირად არაპროგნოზირებადი მოვლენაა. ამ ძლავრი თეორიების და ტექნიკების ცოდნა არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს. ეს ცოდნა ჩვენ გვჭირდება პროფესიული მოქნილობისთვის, რომ გქონდეს არჩევანი ჩვენს არსენალში. თუ ასტრატეგიამ არ იმუშავა, გადავიდეთ B-ზე. ხოლო თუ იმ დღეს არც ერთმა სტრატეგიამ არ გაამართლა, თავს არ ვიდანაშაულებთ. უბრალოდ ვაანალიზებთ და მეორე დღეს ახალი ძალებით ვრუნდებით. ნებისმიერ თეორიაზე მნიშვნელოვანი კლასში მაინც თქვენი პროფესიონალიზმი, ემპათია და ის ურთიერთობაა, რასაც ამ რთულ გარემოში ბავშვებთან აშენებთ. დიდი მადლობა, რომ უძლებთ ამ კოლოსალურ შრომას. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. თქვენ როგორ უმკლავდებით ხოლმე იმ მომენტებს, როცა ხედავთ, რომ კლასი ინფორმაციულად გადატვირთული და გადაღლილია. გამიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.